მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ყვითელი მიქსი, მე კი მისი წამყვანი ნინო მჭედლიძე გახლავართ. გადაცემის სტუმარია არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც ურთულესი გზა გამოიარა ცხოვრებაში, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად ის დგას ფეხზე და არის წარმატებული მუსიკოსი და მე დავითნე ბატონი გოჩა ჭაბუკაიძე. მოგესალმებით ბატონო გოჩა, როგორ ხართ? თესლავობთ არაბიშებს. მიხარია რომ ხართ ჩემი გადაცემის სტუმარი, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი. უღრმესი მადლობა პირიქით ვიპატიოთ ცოცხლად. არა, პირიქით მე გიხდით ძალიან დიდ მადლობას. ჩვენი პირველი კითხვა იქნება ესეთი, სად დაიბადეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ, ვინ იყვნენ მშობლები პროფესიით, რო გავიხსენოთ შორეული წარსული. მე დაბადებული გაზრდილი გახლავართ ქალაქ რუსთავში. დავიბადე ჩვეულებრივ ოჯახში. мама გახდათ ცხოველი დედაჩემი დიასახლისი იყო იმიტომ რომ დღეს ცოცხალი აღარ არის ძალიან ადრე გავიდა ამ ქვეყნიდან мама ცოცხალია ბუნებრივია ხა მშობლების ხასიათი მათი თვისებები მათი შენდამი გამოჩენილი სიყვარული გასწავლის კარგს კეთილს რაც ვისწავლე იმათგან რატომღაც სულ ცდილობდნენ რომ ყოველთვის კარგი ეკეთებინათ თვითონ ჩვენი ოჯახი ძალიან ისეთი იყო რა ქვია არ მახსოვს ვინმე გაჭირებული მოსდგომოდა ჩვენი ოჯახის კარებს გინდაც ნათესავი ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი ოჯახი ყოველთვის დახმარების ხელს უწვდიდა თითოეულ მათგანს და ჩვენს შვილებმა რაღაცნაირად ამათ საქციელს რო უყურებდით გავითავისეთ რომ ეს არის ნამდვილი ცხოვრების წესი და ნორმალური ცხოვრების წესი. დიახ. თქვენ ურთულესი ბავშვობა გქონდათ, როგორც ჩემთვის ცნობილია. თქვენ ბავშვობაშივე გარდაგიცვალათ დედა, მოყევით ავარიაში, ძალიან რთული ბავშვობა გამოიარეთ და ცოტა რომ მოგვიყვეთ. კი ბატონო. ბავშვობის ასაკს ვერ დავარქმევდი და როცა გარდამეცვალა, იმიტომ რომ 17 წლის ვიყავი მაშინ და უბრალოდ ისეთ ასაკში ვიყავი, რომ მართლა რომ მჭირდებოდა დედის ხელი და ვემზადებოდი უმაღლესი განათლების მისაღებად, გამოცდებს ვაბარებდი და აი იმ პერიოდში გამომეცალა დედა ხელიდან, მაგრამ ეს ავარიაში მოხდა მანამდე მოხდა. ეს ავარია რა რამდენი წლის იყავით? მაშინ 12 წელს გახდით ავარია როცა მოხდა. როგორ მოხდა ეს ავარია? ეს რა იყო იცით? მე ფაქტიურად არაფერი არ მახსოვს. მანქანაში უბრალოდ მჩვეოდა ძილი, როდესაც აი დღესაც როცა ტრანსპორტით მგზავრობ, თუ შორი მანძილია, მიჩვენია დავხუჭო თვალები და როცა ჩავდივართ იქ მე გავახილხო. და ერთი ესეთი მომენტი იყო, რომ ასე დავხუჭე თვალები, მაგრამ რო გავახილე, ყველაფერი გაკეთებული მქონდა უკვე. და თვალი გაახილეთ რამდენ ხანში? როგორც ამბობენ, 2-3 დღე ფაქტიურად აზრზე ვერ მოვსულიყავი. და ასე გასინჯეთ, რომ ჯერ მანამდე მორგში ვყოფილვარ. უკვე აღარ ვეგონი აღარ არის სოცხალი და იქ ადრენალინის ნემსით შემოვიდნენ გულის კუნთში. ხო და რადგან ესე იგი დავიკვნესე და ესე იგი მივეცი ხმა, იფიქრეს რომ ეს ადამიანი ცოცხალია და უკვე ამის მერე დაიწყეს სხვა პროცედურები. ეს მორგში გადაყვანის შემდეგ ჩაატარეს ეს პროცედურა, ამანამდე რატო გაგიშვეს მორგში? როგორი სიტუაცია იყო, იცით, მე როგორ ჩანს სისხლის ნახევარზე მეტი მქონდა დაკარგული. ფაქტიურად სიცოცხლის ნიშანწყალი არ მეტყობოდა. სახე მქონდა დაჩეხილი, არ ვიცი როგორ გითხრათ რა, რო აიღო ნაჯახი და ადამიანს სახეში ურტყა ესეთი რაღაცა. ძალიან მძიმედ მყოფი ვიყავი. ბარზაყის სამოვარდნილობა, მე ქალის ფუძის მოტეხილობა თავზე. არ ვიცი, დღეს მე აქ ცოცხალი რო ვარ და თქვენთან ვსაუბრობ, ეს არის უფლის დიდი სასწაული. დიახ, ნამდვილად სასწაული არის ეს ყველაფერი. რა არის თქვენი ძირითადი პროფესია? ამჟამად მე ან ვინ გინდოდათ რომ ყოფილიყავით? ბავშვობით. გეტყვით მაშინ დედაჩემს სურდა რომ მე ექიმი გამხდარიყავი. და იმ პერიოდში მე ვაპირებდი კიდეც სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარებას, მაგრამ დედა რადგან ასეთ გადადებულ მდგომარეობაში მყავდა,
ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა. ნუ აი ვერ შევძელი იმის რა ქვია გამოცდის წარმატებით დაგვირგვინება და როგორ ჩანს ეს ჩემი გზა არ იყო მიუხედავად იმისა რომ დედაჩემის სურვილი იყო. აი ჩემმა დედაშვილმა მირჩია რომ შენ ამაზე გული არ გაიტეხო, არსებობს ესეთი რა ქვია მუსიკალური საესტრადო ტექნიკუმი წადი და იქ ჩააბარო რა, იმიტომ რომ იმ წელს ფაქტიურად მე გარეთ ვჩებოდი და დეპრესია ემატებოდა. ღეროდით ბავშვობაში? კი, მე უფრო პიანისტი უფრო გახლავართ ვიდრე მომღერალი. გრავდით, ხო? კი, საინტერესო ეს არის, კი, რატომღაც ხალხმა მაინც როგორც მომღერალი ისე გამიცნო და ცხოვრებაშიც კი ვფიქრობდი რომ თუ როდესმე მე საერთოდ პოპულარობას მივახცევ, ალბათ კლავიშებზე დაკვირით მეთქი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მე ფორტეპიანო. ბავშვობაშიც ვაწყობდი ხოლმე მელოდიებს ქართული კინოფილმებიდან და ვცდილობდი რომ მეტნაკლები მაქსიმალური სიზუსტით ყველაფერი. საინტერესოა რა ასაკში დაოჯახდით და ცოტა სიყვარულზეც რომ გვესაუბროთ. გესმით. ნუ ახლა როგორც ყველა ადამიანს ეწევა ხოლმე ეს გრძნობა და ჩვენი სულნათი დუმბაძისა არ იყოს, უბედურია ის ადამიანი, ვინც ამ გრძნობის განცდის გარეშე წავა. რა თქმა უნდა, მოვიდა ეს გრძნობას და დაოჯახდი 22 წლის. როგორი იყო ეს სიყვარული? მოკლედ გითხარით და შემდეგ სხვა კითხვებზე გადავართ. რა იცი, ჩვეულებრივ ალბათ რა ის, შეხვდები, გაივლი, გამოივლი. დაილაპარაკებთ. მიხვდები რომ შენ ხარ და ის არის და ასე შემდეგ. და შვილები გყავთ ხომ თქვენ? კი, შვილები გყავს დიახ. დიახ და ორი გოგონა ყავს. თქვენ იღებდით მონაწილეობას 2014 წელს ნიჭიერში. სადაც თქვენ გამოხვედით იმისათვის რომ სურპრიზი გაგეკეთებინათ შვილებისთვის. ელოდით ასეთ დიდ წარმატებას? სიმართლე გითხრათ, არა, იმიტომ რომ მანამდეც მთხოვდნენ შვილები თვითონ რომ გავსულიყავი კონკურსზე, მაგრამ მე თავს ვიკავდი ასაკის გამო, შვილო რაღაც დროს ჩემი კონკურსია მეთქვი, ახალგაზრდა თაობა ისეთი მოდის და ისეთებს მღერიან და ისეთს აკეთებენ, რომ მე იმათთან გამოსაჩენიც არ ვარ მივთხარ. და ძალიან ისეთი გავედი, რომ აი ფაქტიურად სცენაზე გასვლის წინ გადავცილდი თავიდან ბოლომდე. არ ვიცი ეს ნიშანი იყო და რა იყო. ვინ მოგცათ мотиваცია იმ მაგ მომენტში რომ გასულიყავით სცენაზე? ერთი ბოშა ადამიანი იყო იქ. რომელმაც ესე შემხედა და მითხრა რომ აბა ეხლა აიყვანე შენი თავი ხელშიო. შენო იფიქრე იმაზეო რომ მოსული ხარ იმისთვის რომ უნდა გახვიდეს სცენაზეო. იფიქრე იმაზეო რომ გახვიდეს სცენაზეო და შენი საქმეო წარმატებით ვერ გეუნებიო, მაგრამ ნუ ნორმალურად მაინც რო შეასრულა ხა შენ თუ ესე განიცადე და შენ თუ ასე ინერვიულე შეიძლება სულ დაიბნე და უარესი დაგემართოს სცენაზე და აი ამ სიტყვებმა რაღაცნაირად გამომხნევა. მოგცათ ძალა რომ გასულიყავით სცენაზე. შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი მოღვაწეობა, როდის შემოვიდა სიმღერა თქვენს ცხოვრებაში, რა იყო თქვენი პირველი სიმღერა, ესეც გვაინტერესებს. გეტყვით, ანუ ამ პროექტის შემდეგ მე გამიწვიეს უკრაინაში. უკრაინის ნიჭიერში. კი ბატონო, სიმართლეს გეტყვით, თვითონ როდესაც აქ საქართველოში მონაწილეობას ვღებულობდი და პირველივე ვიდეო დაიდო YouTube-ზე, მე მეორე დღესვე უკრაინიდან წერილი მივიღე. ეგრევე რომ ძალიან გთხოვთ ჩვენთან ჩამოვწანდე და ყველას რატომღაც ეგონა რომ მე ჩემი იმით წავედი. სიმართლეს გახლავთ, რომ საკუთარი დაფინანსებით თვენახევრის განმავლობაში მე იქ ვიყავი და ესე იგი მეოთხე ნომრით გალა კონცერტზეც კი მივიღე მონაწილეობა. იქ მე უკვე როიალთანაც დამსვეს, სხვა ფორმით წარმომადგენეს. გამოგიტყდებით ისეთი დასასრულები ჩამოწეს რომ კონკერო დაატარო მაღაზიაში და ისეთი გაგვირებული უყურებდი ჩემ თავს. ეს მე ვიყავი თუ არა. და აი ამ პროექტებიდან გამომდინარე, ახლა პოპულარობის მოპოვება ერთია, მაგრამ შენარჩუნება მეორე. იმიტომ რომ მე ვხედავდი პოპულარული ადამიანები როგორ ვარდებოდნენ დეპრესიაში. ერთი-ორი ნაცნობი მეგობარი მყავს და ვიცი იმათი ცხოვრება და ის და მივხვდი რომ ყველაზე მთავარი, აი ერთ-ერთმა მითხრა რომ შენ არ გეგონოს გოჩა რომ ეს უკვალოდ ჩაივლის, ეს ან დეპრესიაში ჩაგაგდებს, ან აუცილებლად წინ უნდა წახვიდე. იმიტომ რომ აი როგორც გარკვეულ საზრდელს ღებულობს ადამიანი.
ეს ხო შენ საზრდელი მიიღე ფაქტიურად და თან ამხელა დოსით დიდება აი უფალს რომ მე არ ვიცი აი ესეთი უცნაურად ხალხისგან სიყვარული თან ორი ქვეყნის საქართველოს და უკრაინის ერთი და იგივე რაოდენობით და როგორც ჟიურიდან ისე ხალხიდან ეს მე ძალიან უცნაურად მივიღე და ამიტომ რა არის იცით რომ ამ ყველაფერს შენარჩუნება ჭირდებოდა მაგრამ საქმე იმაში გახდათ რომ მე არ გამაჩნდა არანაირი სახსრები იმისი რომ მიმემართა დაუშვათ დიდი კომპოზიტორებისთვის და იმას ჩემთვის სიმღერები დაეწერათ და ასე და ასე და მე მემღერა და აი ამიტომ დავიწყე ასე ვთქვათ საკუთარი სიმღერების წერა იმიტომ რომ ხალხი მაინც ამბობდა რომ გაგვაგებინეთ ეს კაცი ქართულად მღერის თუ არა და ვიფიქრე ერთი რამე რომ თუ ქართულად იმღერებ მაშინ ისეთი რამე უნდა იმღერო რომ ის არ გავდეს არავის იმიტომ რომ არ მოხდეს გადაფასება სხვა სიმღერებთან შედარებით და აი მადლობა მართლაც უფალს რომ აი ეს მომენტიც შემექმნა ამ უსახსრობის მომენტი რომ საშუალება რომ დავიწყე საკუთარი სიმღერების წერა და ერთბაშად იმდენი მოსღვავდა და იმდენი წამოვიდა და იმდენის დაწერა მომიწია იცის ჩემო მსმენელმა და გულშემატკივრმა ზოგი ტელევიზიით გავიტანე ზოგი სოციალურ ქსელზე მიდევს და რომ სამწუხაროდ ეხლა მაქვს ისეთი პერიოდი რომ ვეღარ ვწერ და გული მწყდება ეს მეგობარი პოეტები რომ გამომიგზავნიან ხოლმე ლექსებს და მეუბნებიან იქნებ რამენაირად რა ვქნა აი მეუბნები თითოეულ მათგანს პირდაპირ როგორც კი დამიბრუნდება ეგრევე დავწერ იმიტომ რომ მეც მაქვს ამის ნოსტალგია რაღაცა სხვა პიროვნებად შევიგრძნობდი ჩემ თავს როდესაც მუსიკას ვწერდი და რატომღაც აი ეს ყველაფერი წავიდა და აღარ არის თქვენ ასევე წერთ ლექსებს ხო? აი რა არის თქვენი შემოქმედებითი არა მუზა რა არის თქვენი? როგორ გითხრათ მე გახლავართ მე დავითნე. ძალიან მიყვარდა დავითის ფსალმუნები. და ის ხო თან მუსიკოსი იყო და პოეტი იყო. და ისიც ლექსებს წერდა და მუსიკას ქმნიდა. და იმდენად მიყვარდა მე ეს პიროვნება და დღესაც მიყვარდა ის ცოცხალია ხო ცოცხალი წმინდანია დავით მე ფსალმუნე. ის ადამიანი ჩემთვის არის აი ცხოვრების მაგალითი, იმიტომ რომ რაც მან განსაცდელები გადაიტანა, რაც მან თავისი ტკივილები ამ ყველაფერში გადმოიტანა და აი იგივე ტკივილები და იგივე განსაცდელები და იგივე ამბები გახდა ჩემთვის ფაქტიურად აი მუზის ასე ვთქვათ მომნიჭებელი თორე სიმართლე რო გითხრათ მე სკოლაში თავისუფალ თემას ვერ ავწერდი და ჩემგან ლექსის დაწერა ეს ყველა წარმოუდგენელი იყო. რა საკში აიღეთ კალამი ხელში? ეს გეტყვით, აი პირველი ერთსტროფიანი ლექსი მე დავწერე, როდესაც აი ესე ერის წინაშე დამაყენა უფალმა. სამადლობელი ლექსი დავწერე პირველი და ეს ასე გამოითქმოდა, რომ ანუ პროექტამდე მე 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა სცენებზე მიწევდა გამოსვლა და ეს ყველაფერი ჩემი გამოსვლა მოხდა 3 წუთში. ხო და აი ჩემი პირველი ლექსი აი გული და რაღაცნაირად რითმებად ამოხეთქა და ვთქვი რომ ხო მაგრამ 3 ათეული წელი უფალო მადლით 3 წუთში გადამიხადე სახელსა შენსა ტკბილსა უბადლოს უგალო მგონი რაც დავიბადე მეთქი და ეთყობა ეს მადლიერება რომ ლექსად წამოვიდა რაღაცა ალბათ რა დაიძრა ჩემში და რა მოხდა და რა არა და წამოვიდა ვეღარ ვაჩერებდი ამ ერთ სტროფიან ლექსებს ხან რა თემაზე იწერებოდა აი მაგალითად უბრალოდ სურათიც რომ ენახა და ის სურათი თუ შთაბეჭდილებას მოახდენდა ჩემზე და რაღაცა ამ სურათზე რაღაცა ექსპრომტები მე მაგალითად ვიღაცის გამოსვლა მომეწონებოდა ეგ ვესწრებოდი ხოლმე მწერალთა კავშირის საღამოებზე და რომელიღაცა პოეტის გამოსვლა მომეწონებოდა და იქვე უწერდი ექსპრომტს და რანაირად ვწერდი და რანაირად იწერებოდა ეს მე არ ვიცოდი. ხო და მე უკვე ეს უკვე სერიოზულ ამბავში გადაიზარდა, იმიტომ რომ გეტყვით ძალიან უცნაური რაღაცა მოხდა ეს ბევრჯერ მithქვამს აი დაწერეთ ციგნი დიახ ეს ამბავი კეთილი სახარება როგორ გამოვიდა ჩემთან ლექსად და ისიც 16 მარცვლებად ეს საოცარი რაღაცა მოხდა და ხდებოდა იცით როგორ მოდიოდა 3 ნაწილად აი მოდიოდა როგორ იცი ჯერ რაღაცა სწავლება მერე განიხილებოდა სახარების მომენტი და მერე იყო წმინდანებით დალოცვა და
მე დღეს შემიძლია ხა წარმოვადგინო თქვენ წინაშე ერთ-ერთი ასეთი მომენტი, როგორ დაიწერა ეს და იმ დღეს იყო წმინდა იოანე მოციქულის ხსენების დღე და აი ამ წმინდანის ლოცვით და მადლით ალბათ ეს დაიწერა, აი არის. და სახარება თვითონ ეძღვნება კეთროვანს. ყველა მიცით კეთროვანის სახარება უფალო თუ გნებავს გამწმინდა, ეუბნება და მნებავს განეწმინდაო. და რო ეუბნება რომ წამოყვებიო, არაო, წადი და სახში თქვი, რა გიყო ღმერთმა. აი ეს არის და მე ამას ლექსად წარმოვადგენ. შემოვლებით მოგისმენთ. კი ბატონო. ნუ იტყვი რომ არაუშავს თუ კი ვწოდე ძალზე მცირედ. იცოდე რომ ვინმეს უთქვამს ვარსკვლავი ღამე ციმციმებს. არ ჩანს დღისით, რადგან მზე არის მის ნათების დამფარველი, ხოლო როცა დაღამდება, კვლავ იხილავ თვის ნათელით. მცირე ცოდვის იყოს ესრეთ მისაგები საზღაური, მზე სიმართლის ფარავს, ვიდრე ჩანს ვით ტკბილი საამური. ოდეს სულსა განეშოროს სიმართლის მზე ქრისტე ღმერთი, მაშინღა თავი წამოყოს და იხილავს რომავს კეთრი. აი ხა იწყება უკვე სახარება. მომცემელმა 10 მცნების ნეტარება 900 წავა. ფლობით საკუთარი ნების ხსნა სულისა მოასწავა. რომ ირჩიონ გზა საუფლო ვერ ეუფლოთ მტრისა მახე, არ დანებდნენ სრუსაწუთროს ვინც ამ მსგავსი გადალახეს. ოდეს მთიდან ჩამოვიდა, განერიდა ხმაურს დიდ ბრბოს, კეთროვანსა ერთსა ხედავს ელის მას და იხელთებს დროს. მიდის მხსნელთან ეუბნება გულისხმავყოთ, ამგვარ სიტყვებს, მრწამსი ჩემი მეუბნება, გამწმიდნები თუ კი გინებს. ესმის, მნებავს, განწმინდენი, სანაცვლოდ კი აირას გთხოვ. ღდელს იმასა შესწირებდი, რასაც ღვთისა რჯული ითხოვს. წარწყმედულმა, აწკი ხსნილმა, განადიდაც ხვარმა მწყემსი, შეგეწიოთ ძისა მიმართ აღვლენილი ლოცვა დედის, რომელმანცა იხსნა ქვრივი მისი შვილით ღვთისმხმობელით, მოგახსენეთ ივერიის ხატი წმინდა ღვთისმშობელის. პირველიდან იყო სიტყვის მთქმელი, სულით მოწიფული, ლოცვას და კურთხევას გიწყვნით იოანე მოციქული. არასოდეს განვეშორნეთ ჯვარსა, მტერნი მიმოდაჰყვნეს, ოჯახები დაგველოცნეს და მშვიდობა იყოს 100 წელს. აი ხარით ძალიან რაღაცნაირი სიტყვებია გულში ჩამწდომი ნამდვილად. საოცარი სიტყვებია ნამდვილად. საიდან ეს ყოველთვის ვამბობ რომ დაიწერა, მე ვერ ვამბობ რომ დავწერე, ეს დაიწერა. რაღაცა ცოდვილი იარაღი აღმოჩნდი იმ წუთში რომ რაღაცა გადმოსულიყო და შეგივიდათ მუზა და დაწერეთ და იმის შემდეგ წერთ ლექსებს. აი ესე მე სხვადასხვა წიგნებით შეიქმნა, ანუ 365 სტროფი დაიწერა მაცხოვარი იესოს სახელზე, ყველა იესოზე ბოლოვდება აბსოლუტურად. 365 სტროფი დაიწერა ყველა წმინდანის სახელზე, აი დღეს სხვათა შორის ვლაქერნობა არის ღვთისმშობლის კვართის საფარველია ქალაქ ზუგდიდს და აი წარმოგიდგეთ მე თვითონ აი ამ ლაქერნობაზე რა მაქვს დაწერილი იმ წიგნიდან იმ წმინდანის საგალობლებიდან. დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. კი ბატონო. ყველას გისურვებთ ხალის სიცოცხლის სიხარულს, საღმრთოს ცად აღმაფრენას, იყოს თავმდები დედა ღვთისმშობლის კვართის არტყელი ზუგდიდს ლაქერნას. ესე უცნაურად ხან დალოცვები, ხან ამ წმინდათა ღვაწლი აღიწერებოდა აქ და ასე. დიახ, აი ამ ყველაფრით ჩანს, რომ ხართ ძალიან მორწმუნე ადამიანი. როდის შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში რწმენა და თუ არის ადამიანი ისეთი, რომელსაც დაუკარგავს ეს რწმენა და მიგიცია თქვენ ძალა იმისა, რომ ფეხზე დადგეს. საინტერესო კითხვა იყო ძალიან. რა არიცით მე დამემართა მსგავსი, აი მაგალითად ავიღოთ სიტყვაზე თომა მოციქული. ნუ რაღაცა არ დაეჯერა, სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ ეს და არ გჯეროდათ ესე იგი, არ გწამდათ. როგორი მომენტი იყო, იცით, მაპატიეთ ეს ნუ საიდან გამომიხდება ხოლმე უკვე აღარ ვიცი რა და ხო და
იცით რა მოხდა? აი მაგალითად წავიკითხე ხო იყვნენ სექტანტები რაღაც ფრაზებს ავრცელებდნენ, რომ ეს ბიბლია არ არის ღმერთის დაწერილი და ეს ის არ არის და ეს ის არ არის. ხო და აი ავიღე წიგნი და გადავშალე. რომელიღაცა ფრაზა წავიკითხე ბიბლიიდან. რომ ეხლა ეს ფრაზა დღეს თუ დამიმტკიც და მე ვთხარ, ესე იგი მართლა ღმერთის დაწერილია მეთქი. ხო, აი რაღაცა რა არის ეს ადამიანს გონება გააჩნია ორგვარი. ან გამომცდელია, ან მაძიებელი. და ჩემი გონება იყო მაძიებელი. გამომცდელი არ იყო. იმიტომ რომ გამომცდელი რო ყოფილიყო, მაინც არ დავიჯერებდი რაც მაგის მერე მოხდა, ხო? ხო და ასე თქვა გამოვცადე. ის ფრაზა გამოვცადე. აი გითხარით. რითი გამოვცადე? ხო, როგორ გამოვცადეთ? ეს იყო ძალიან ვრცელი ისტორია, მე ეს ჟურნალ სარკის ინტერვიუშიც მივეცი, მაგრამ გეტყვით მაინც მოკლედ როგორ მოხდა. ანუ აი წერია მაგალითად, რასაც გასცემ შენ პირთამდე გატენილი კალთაშივე მოგეწყვება. და ერთ მშვენიერ დღეს მე ვდგევარ ასე სიონის ტაძართან, იქ უამრავი გაჭირვებული იყო. და ერთი რომ მოვიდა და მითხრა რომ დამეხმარე შვილი მყავს ავატყოფი და რაღაცა გავხსენი საფულე და მოვიღე და მივეცი. აბა ამას რომ მივეცი და დაიწრა მთელი ეს არმია ჩემ კეცსა მოვიდა. ხო და მოდის და აქედა მარჯვნივ მარცხნივ ვის რას ვაძლევ არ ვიცი, მაგრამ ხო ვიცი მე რა თანხა რა მქონდა იმაში რა ქვია. კი. და წავედი სამსახურში. კიდევ კარგი რომ სამსახური იქვე ახლოს იყო და ტრანსპორტი არ დამჭირვებია იქ მისასვლელად ფეხით შევძელი მისვლა. ბოლო თეთრი გაიღეთ. კაპიკი ფული აღარ მქონდა უკვე საერთოდ. აი უბრალოდ ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსითაც რო ვისულიყავი. ხო და ახლა ვიძახი რუსთავში როგორ გადაუბრუნდე. და გამოიარა იმან რა ქვია ჩემი მეზობელი გახდათ რუსთავში, მე გავიგეო რომ შენ აქ მუშაობო რა ქვია და უკვე სასწაულებში ვარ რა. გავიგე რომ აქ მუშაობო რა ქვია და წამოდიო მივდივარ რუსთავში და წაგიყვანო. და არ ვიცი ხა ანგარიში მიუცემლად თან იქ იმ დღეს კაცშვილი არ შემოვიდა. დაამთავრდა მთელი დღის სმენა რაღაცა და გულგატეხილი, იმედგატეხილი რომ უკვე რომ აი შეგეპარება რაღაც ისა რა ქვია რომ მაგრამ აი ამ სიტყვებიდან გამომდინარე უკვე რაღაცა სხვა იწყება ჩემში და მე ეს კლავიშებს მოვკიდე ხელი, ჩავდე საბარგულში, ჩვეულებრივ და წავედი რუსთავში. მაგრამ სახში რო ჩავედი, არაფრის ის არ მაქვს რა ქვია, ნერვები არ მაქვს. ჩემთვის ოთახში ჩავიკეტე და კარებზე გაკუნია. უცებ და დააკაკუნეს. მეუღლემ გახსნა კარები და მუსიკოსი გოჩა სახში კი რა შეასაქმე აი გჭირდება რაღაცაზე დაგჭირდა ნეტა შემთხვევით კლავიშები ხო არ აქვს წამოღებული. ხო და აღმოჩნდა რომ ესე იგი მთელი ქალაქი გადააბრუნეს. თავისი მეგობარი მუსიკოსი რამოდენიმე 2-ს მიაკითხეს, 3-ს მიაკითხეს, 4-ს მიაკითხეს და ყველა რო უარი უთხრა და ყველა დაკავებული აღმოჩნდა, გავახსენდი ბოლოს მე. ეს ვისით მოხდებოდა. მოვიდნენ ჩემთან და წამიყვანეს ერთ-ერთ ასე ვთქვათ შეკვეთილ საღამოზე. რომ წამოვიდა თანხები იქ ქალბატონო ნინო მე არ ვიცი აი ვერ აგიხსერთ ვერაფერს და სუდათ ვარ უკვე აი გული მიკანკალებს რა. ხო და ერთი თხოვე რო დამთავრდა ეს ყველაფერი ბიჭებო მეთქი ერთი თხოვნა მაქვს. უბრალოდ ეხლა ხო გააყოფთ ამ ყველაფერს და ჩემი წილი რაც არის რაოდენობა გეხოცებით არ მითხრათ მეთქი უბრალოდ აი ესე ან პარკში ჩადე თან რაღაცა დაკეცე და მომეცი მეთქი ჯიბეში ჩავიდე. ხო და ეს ჩავიდე ჯიბეში და წამოვედი. მაგრამ მოვდივარ სახში და ჯიბე მეწვება კაცო. ვიზახი რაც ხდება უკვე გულში უკვე შემოდის რწმენა უკვე ვიცი რომ ის ხდება რაც დავუშვათ დამიფაროს ღმერთო ავიმესავე და რომ არა ნუ მაგალითი ანალოგია იმ მოციქულებთან რაც მოხდა პეტრესაც ხო არ დაეჯერა და ის არა თევზით ხო დაიჭირა მე რა პროფესიაც მქონდა და რაზეც რითაც თავს ვირჩევდი და იმით დამიჭირა ზუსტად ხო მოვდივარ სახში და შემოვედი და თან ახლა ნუ ობოლი ბიჭი ვარ ცხოვრება ცოტა ისეთი რაღაცნაირი მაკავლილი და ყველაფერზე გულგატეხილი რომ მგონია რომ ჩემი პატრონი და მფარველი ამ ქვეყნად არავინ არ არის და რო დავითვალე თანხა გული კინაღამ წამივიდა რა აი ზით რატო იმიტომ რომ ეს რო ყოფილიყო დაუშვათ 5-იანზე დაბოლოებული და 0-ზე დაბოლოებული შეიძლება რაღაც შემთხვევით ობისთვის დამებრალებინა კიდე მაინც სადღაც გულის კუნიჭულში მაინც გაღრღნის მაგრამ კენტი რიცხვი რო იყო ის თანხა მე რაც მქონდა იქ საფულეში და კენტი ვერო დამიბრუნდა ზუსტად ამ ყველაფერს გაძლება არ უნდა ხო და დავემხე უკვე მომდიოდა ცრემლები ნუ არ ვიცი ესე იგი შენ არსებობ მე თურმე აქამდე უპატრონო არ ყოფილვარ ჩემი სიცოცხლეც ალბათ რაღაცისთვის გინდოდა სიკვდილს რო გადამარჩინე იქიდან რო გამომიყვანე და ნუ ერთ ბაშად ყველაფერმა ამოხეთქა და ამოვიდა რა
აი ძალიან საინტერესო ისტორია რაღაცნაირად. რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა? გამოწვევა ეს რა მხრივ? აი რას თვლით ყველაზე მეტად თქვენს მიღწევად? რა იყო ის გამოწვევა, რასაც თქვენ მიაღწიეთ? მე ფაქტიურად შემიძლია ვთქვა, რომ არ მიმიღწევია. იცით რატო? იმიტომ რომ მე არ ვიცოდი დღევანდელი დღე თუ როდესმე მექნებოდა. და ერთხელ, როდესაც განვაცხადე სუფრასთან ვისხედით სასულიერო პირი იჭდა ერთი და განვაცხადე რომ ასე მე თქვი მამაო მე ვეღარაფერს ვეღარ ავწერ და მე მგონი ვეღარც უკეთ ავწერ მეთქი და იცით რა მითხრა შენ ვინ მოგცა მაგისი უფლებაო რომ ჭურჭელიო რომელსაც უფალმა თავი ახა და შენ იმას თავი დაახურო მე ჯერ არაფრისთვის არ მიმიღწევია და როგორც დღემდე არ ვიცოდი ეს რანაირი დღე მექნებოდა და ტელევიზიები თუ მიმიწევდნენ და ასე ფართოდ ნაცნობი და პოპულარული თუ გავხდებოდი ადამიანებისთვის როგორც ეს დღე არ ვიცოდი ისე არ ვიცი შემდეგში რა იქნება ამიტომ მე რომ ეს აქამდე ეს ყველაფერი მიღწევად ჩავთვალო მართალი არ ვიქნები იმიტომ რომ ეს ყველაფერი უცნაურად აი რაღაცა მადლით მოვიდა ჩემთან და მე მგონი იგივე მადლი აგრძელებს ამ ყველაფერს იმიტომ რომ ესე იგი უკვე ტრანსპორტში რო ჩავჯდები ხოლმე სპეციალურად დავდივარ ხოლმე იმით ტაქსით რომ ადამიანებს უფრო ახლოს გავეცნო ანუ შემიძლია რომ მყავდეს კერძო მანქანა მაგრამ რატომღაც ესე გადავწყვიტე რომ გავიცნო ის ხალხი რომელმაც ეს პატივისცემა და სიყვარული გამოხატა ჩემს მიმართ და აი იცით რა მახარებს აი მაგალითად მიღწევად მე იმას უფრო ვთვლი რომ იმათ რო თვალები ურწყინავთ მე რო დამინახავენ და ჩემი დანახვა რო უხარად მე ვთვლი რომ ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა ალბათ ეს არის რომელიც არც კი დამიმსახურებია რა ვიცი დაგიმსახურებიათ და ზუსტად ამიტომაც იღებთ ამდენ სითბოს და სიყვარულს თქვენ გაქვთ დაწერილი ლექსები და იქნებ წაგვიკითხოთ აქედან საინტერესოა სახელებზე გაქვთ დაწერილი ხო და უცნაური სახელი თუ გაქვთ რაიმე ისტორიას რომ მოგვიყვეთ ამას თავის ისტორიაც აქვს ახლა ეს არაერთხელ მიჩვენებია მე ეს ტელევიზიით და ლექსად ნაფერი აი მანდილოსნების საპატივსაცემოდ შეიქმნა ну სათაურიასაც მინდოდა ქონოდა რომ ქება რაღაც მანდილოსანთა სახელით მაგრამ სათაური ძალიან დიდი იყო და ბატონმა ზაურნაჭებიამ რედაქტორი რომელიც გახდათ ძალიან დიდი სათაურიაო და ესეთი ლამაზი სათაური შეარჩია ლექსად ნაფერები. ნუ მართლად ფაქტიურად ლექსით მოეფერე ჩემს სამეგობროს და ეს კი ეს ამბავი ესე მოხდა ერთხელ რომელიღაც მანდილოსანს სახელად ანა ჰქონდა დაბადების დღე. ხო და აბექი და ჩემ დაუნებურად ერთსტროფიანი რაღაცა ლექსი დავწერე იმის სახელზე და რადგან ანაზე დაიწერა აბექი და ამის მერე უკვე აი ну ეს თვალსაჩინოებისთვის გეტყვით აი რა უცნაო ესეც ფაქტიურად დიდი იმ მადლიდან გამომდინარე იმიტომ რომ უყურეთ როგორ დაიწყო ეს ციგნი ყოვლადწმინდის მშობელისა სახელი გაქვს ჩემო ანა გულის წრფელად მლოცველისა ძვირფასი ხარ ამოცანა ანუ მე წერ იმ ადამიანებზე ვინც არის ამ მანდილოსანის გულისწორი ან პირიქით ამ მანდილოსანის გულისწორს ვესაუბრები ამ მანდილოსანზე. ანუ აქ მე საუბარი გამომდის მესამე პირში, მე აქ არაფერ შუაში არ ვარ. და ერთხელ ესეთი რაღაც დავწერე, რომ მეგობრებო მეთქი როგორც ხედავთ მეთქი და როგორც ამჩნევთ მანდილოსანთა სახელებზე წერ ლექსებს მეთქი და თუ ვინმეს სურვილი გაგიჩნდეთ რომელიღაცა სახელების მომწერეთ მეთქი. ხო და აი ერთ-ერთმა ქალბატონმა მომწერა რომ არისო ასეთი სახელიო დავარიო და ძალიან დიდ პატივს იმ ადამიანს და მინდა რომ გავახარო და შეგიძლია მაგაზე რომ დაწერო და ნუ ხა უკან აღარ დავიხია რა თქმა უნდა ესე უფლის მადლით რომ როდესაც ცდილობა გაახარო ადამიანი მთელი ძალები აღიძვრიან კეთილი ძალები რომ შენ ამაში დაგეხმარო თან სახელი ისეთი მოგაწოდათ რომ ხო ნუ ეს სახელი დავარ ეს არის აი ვიცით რომ ვეფხის ყაოსნიდან მახსოვდა ეს სახელი და აი ასე მაგალითად ამ დავარს ვესაუბრები უყვები თავის გულისწორზე რა დაემართა ამის შემხედვარე და ამის ხილვისას დაუშვათ გრძნობას წმინდას სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანს მართლაც მთავარს თავის ვინც ატარებს თავის გულში
სიხარულით აღვალს დავალს. მეცხრე-ცამდე წარიტაცოს სხივს აყვებად სად აღმავალს, ხეიბარიც დადგეს ფეხზე შემოირბენს ველს და ტრამალს, აედევნოს და გაუსწროს ქურცის შველს და ფეხმართ კანჯარს, ვიცნეული მაკურნებელს ეძიებს და პოვებს წამალს. სიყვარულის ფარსი მარჯვებს, იხსნის სოფლად სხვასაც მრავალს, ხიბლის შენი მომნოსხველი გლეხკაც აზნაურს და თავაც, იმორჩილებს და იმონებს კაცსა ავალსაც და მზაყვარს, გიხილა და შეიმუსრა, ვერ უძლებს მის მომკვლელ თვალწარბს, ანგელოზად გშობა ღმერთმა, მაშა ცოცხლე ისიც დავარ. არაჩვეულებრივი ლექსია ნამდვილად. თქვენი წარმატების სამი ფრაზა თუ გაქვთ ესეთი, რომ გაგვიმხილოთ, რა არის ის სამი სიტყვა ან ფრაზა, რითაც უნდა ვიმოქმედოთ და მივაღწიოთ წარმატებას. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ. აი ეს სამი სიტყვა ჩემთვის არის ყველაზე დიდი, იმიტომ რომ როდესაც ადამიანების წინაშე გამოსვლა მიწევს, გინდა სცენაზე, გინდა ისე, ამ სამი სიტყვით ვიწყებ ჩემს საუბარს და ამ სამივე სიტყვით დავასრულებ ჩემ დღევანდელ გადაცემას. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ საქართველო. გაიხარეთ. რა გასწავლა ცხოვრებამ, რაც გეგონათ რომ აქამდე არ გქონდათ, არ იცოდით? აი, მე გაგიმხელთ ერთ ასეთ საიდუმლოებას. მათ ვისაც ეჭვიება რება, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი ღმერთის ნებით და ღმერთის დაშვებით ხდება, მოусმინოს ფსალმუნთ გალობელ დავითს, ისევ ჩემს საყვარელ წმინდანს, რომელიც ამბობს: გზანი უფლის, ყოველნი გზანი უფლისანი, წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის, რომელნი გამოეძიებენ აღთქმათა მისთა და წამებათა მისთა. ანუ შენ თუ გსურს, რომ გაიგო სინამდვილეში რა გაგსაკეთებელი და რა გზას უნდა დაადგე, მაშინ იცოდე, რომ ყოველი გზა შენთვის უფლისგან მოვლენილი არის წყალობა და ჭეშმარიტება შენთვის. და აი ეს ცოდნა და ეს განათლება გაგიყვანს შემდეგ ეტაპებზე და შემდეგ ბილიკებზე. მე მაგალითად ეს ვისწავლე, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, აი მაგალითად დავუშვათ გარემომცველი ადამიანებიდან, რომელიღაცა არ მსიამოვნებს, ხო, აი რომელიღაცას ვერ ვეგუები, რომელიღაცის მიმართ უსიამოვნო შეგრძნება მაქვს, ხო? აი ამ ადამიანის ჩემიდან გამომდინარე ამ ადამიანის მიმართ ურთიერთობით ვიწყებ ჩემი თავის გამოსწორებაზე მუშაობას. რა ვემნები ჩემ თავს, რომ აი ახლა შენ მოგევლინა ჯვარი და ეს ჯვარი ატარე და მიიტანე ჯვარის მომნიჭებლამდე რა. ანუ ყოველი რაღაციდან შეგიძლია შენთვის სასარგებლო ამოიღო. შხამიდანაც ხო თაფლის ამოღება შეიძლება. ხო და აი ეს თაფლი უნდა ეძიო ადამიანმა ყველაფერში. ანუ სულ უნდა გახსოვდეს ის ბუზი და ფუტკარი. რომ ფუტკარი სულ კეთილს რო ეძებს და ბუზი რო თუსადმე ეს არის. ამიტომ ყველა ადამიანში შეძლების დაგვარად უმეტესად ის უნდა დაინახო, რომ ის არის ღვთის ხატება. და ეს იცით რა მასწავლა. აი მაგალითად, როდესაც რესტორანში მე უკრავდი და მღეროდი და დღესაც იგივეს ვაგრძელებ, იმიტომ რომ აქვს სხვა საშუალება არ არის თავის რჩევის. რომ დავუშვათ მთვრალი ადამიანი ან შეურაცხყოფას მომაყენებდა და ან რაღაცა პირველი რასაც ვფიქრობდი. ეხლა ეს რომ ხიზელი იყოს ამას ხوارი კადრებდა მეთქი რა და აი ეს სიყვარული და გულის ტკივილით ვექცეოდი ჩემთან მოსულ ადამიანებს და ყოფილა ისიც რომ აი ჩემთან საჩხუბრად რაც გაავებული სახით მოსული ადამიანი ბოლოს გადავაკოცნივარ და ისეც ასულა ხოლმე. ძალიან საინტერესო ესეთი მშვიდი ადამიანისთვის რატომ უნდა გამოიწვიონ საჩხუბრად. არა ეს ხანდახან უშვებს არა უცით რა არის შეიძლება შენთვის არ იყოს ეს რა ქვია მისაღები. აი მე მაგალითად ესეთ უცნაურ მომენტს მოგიყვებით. რა ქვია ადამიანი იყო შეფრობილი ბოროტით. და ერთ წმინდა მამას უბრძანეს სთხოვეს რა რო ისაო რა ქვია იქნება განდევნო მისგან ბოროტიო. და უყურეთ რა გააკეთა. დაეთანხმა, წავიდა, გაყვა და ის კაცი როგორც კი დაინახა ეს წმინდა მამა მოდისო ჩემკენო და გამოქანდა და შემოჰკრა ერთი ისა რა ქვია სახეზე. ისეთი რომ წონასწორობა შეეკავა კინაღამ დაეცა და იცით რა გააკეთა. მოულოდნელად ეგრევე მეორე ლოყა მიუშვირა. და იმ კაცს რა დაემართა ეგრევე მუხლებზე დაეცა.
ეგრევე გავიდე ბოროტიმისგან. ანუ რა, ესე იგი, ის რაც უარყოფითი შენკენ მოდის, ეს ყველაფერი შენ და სასიკეთოდ უნდა გამოიყენო. აი როგორც მაგალითად ქრისტე იყენებდა ყველაფერს თავის სასიკეთოდ, აი რაც არ უნდა უარყოფითი მომხდარიყო, კიდაც ხალხისგან ფრაზები ყოფილიყო, რეპლიკები ყოფილიყო, რაღაცა სხვა ისეთი ყოფილიყო. ისეთ სხვა რაღაცისთვის იყენებდა ამას და ამიტომ ეს უარყოფითი მომენტები, რომელიც შენ ცხოვრებაში ხდება, რომ შეგიძლია ზოგისგან მაგალითად თავმდაბლობა, აი მაგალითად რო ბრაზდები, ხო? მე მაგალითად როცა ვბრაზდები, ჩემ თავს ვეუბნები, რომ ესე შეჯერ თავმდაბლობა არ გისწავლია მეთქი რა. და აქედან გამომდინარე უკვე ჩემ თავს ვაყუჩებ ერთ ადგილას. და ყველაზე კარგი რაც ვისწავლე. ეს არის რომ აი აღელვებული ზღვის ტალღებშიც კი შეგიძლია მშვიდად იყო თუ ჩაყურყუმელავდები და იქნები ფსკერზე. აი იქ შეგიძლია უკვე დინების საწინააღმდეგოდაც იცვრო და დინების მიმართულებითაც. ეს სიმშვიდე ყოველთვის გამოდის? უნდა იყო ყოველთვის სიმშვიდე? ეხლა როგორ გითხრათ იცით, აი მე აი ისე ნუ აღარ შემიძლია საიდან წამოვიდა. ხო და მაქსიმალურად ცდილობ, იმიტომ რომ ერთ გადაცემაში ვახსენე კიდე აქაც მოყვები ძალიან სასარგებლო მომენტი იქნება ეს, როდესაც სამი ბერი საუბრობდა, ორი მათგანი როდესაც სულის ხსნაზე საუბრობდა, მესამე სულ დუმდა და რო შეეკითხნენ, რატო დუმხარო მთელი ამდენი ხნის განმავლობაში და მაპატიეთ რაზე საუბრობდით? სულის ხსნაზე, აი თქვენ რომ ვერ გისმენდითო, იმიტომ რომ მე თვალწინოს უჯვარცმული უფალი მედგაო და იმას უყურებდიო. და ხედავდიო, რომ მან ჩემი წოდების გულისთვის რა აღარ გააკეთაო. ხო და ჩემთვის ეს სულის ხსნაც არის და ბევრის მასწავლებელიცო და დანარჩენიო ვერც მოგისმინეთო, იმიტომ რომ გულით და გონებით მე იმასთან ვიყავიო. ამიტომ რა არიცი, რომ ადამიანს რომელსაც ჯვარი აქვს ნათლობის მიღებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ეს ჯვარი ნებაყოფლობით ხო მიიღო. სამჯერ ხო თქვა, რომ განვაგდე ბოროტს და შეუდგები ქრისტეს, ხო? მაშინ რა პირობაც დადე, უნდა შეუდგე ქრისტეს, უნდა წახვიდე იმისაზე და თუ ვერ მიდიხარ, მაშინ თვალწინ მეტნაკლებად მაინც ჯვარცმული მაცხოვარი უნდა ყავდეს, რომ შეგწხვეს იმ ნამოქმედარის და იმ სიტყვის და იმ საქმისა, რომელიც შენ ჩაიდინე. ყოველთვის ესეთი მშვიდი იყავით? ვერა. სანამ სარწმუნოებაში არ შევდგი ფეხი. აი როდი სარწმუნოება მე ბევრი მასალვა. სარწმუნოება მე ფაქტიურად გადამარჩინე, იმიტომ რომ ეს ზღვა პოპულარობა, რომელიც ჩემთან მოვიდა, შეიძლებოდა რო ყოფილიყავი დაუშვათ მორწმუნოების პერიოდში და მანამდე მომხდარიყო, შეიძლება ვერ გადამეტანა. მაგრამ როდესაც ვიცი, ვისგან მოვიდა და რომ ეს სესხადავალად მოგმიღებული და ისე უკან დაბრუნდება, რომ მიწავა არ და მიწად ვიქცევი, აი ამან მასწავლა ყველაფერი და ეს ყველაფერი სარწმუნოება მასწავლა. ვიდრე სარწმუნოებაში არ ვიყავი, ბუნებრივია ვიყავი ანჩხლიც, ჩვეულებრივ რისხანებაშიც და ყველაფერი და ეს. განადღესაც არ მემართება, მაგრამ იმ სხვაობით, რომ მე სინანული მეუფლება და ეს ვისწავლე. საინტერესოა თქვენთან საუბარი. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის, მაგრამ მაინტერესებს რა მიზნები გაქვთ მომავალში? რა არის თქვენი მომავალი, სად ხედავთ? ჩემი მომავალი ერთადერთია. საერთოდ არ ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ არ ვიცი დღემდე რა იქნებოდა. და როგორც დღემდე არ ვიცი რა იქნებოდა, ისე არ მეცოდინება ხვალ რა იქნება, მაგრამ სურვილი ერთის ნამდვილად მაქვს. სურვილი იმისა, რომ ვიყო ქრისტე უფალთან. არ ვიცი რამდენად ვიმსახურებ, რამდენად მე ამას შემაძლებინებს თვითონ თავისი მადლი, მაგრამ აი ამასთან დაკავშირებით ერთ ლექს კიდე წაგიკითხავთ მე, რომელსაც დავარქვი და ძალიან ბევრს მოეწონა სხვათა შორის, ეს არის იყიდება ღვთის სამოთხე. და აი აქ რაც არის აღწერილი, აი ჩემი მომავალი ის არის, რომ აი ესეთი გავხდე, აქ რაც მიწერია, აი ამ ლექსში მე მეტი არაფერი არ მინდა. იყიდება ღვთის სამოთხე, ჭიქა წყლად და სიტყვად თბილად, მოკითხვად და თანაგრძნობად, უღირსის შენდობად ღირსად, მშიერისთვის გაწვდილ ლუკმად და შემოსვად გლახაკისა, ახსარების ცრემლად უხვად ცოდვათაგან განბანისა.
სიწმინდეთ დაკრძალულებად ერთგულებად ძისა ღვთისა ვინც განკაცდა დაბრუნდება და მოგვაგებს საკადრისად იყიდება მხოლოდ გროშად გული წმინდით გაცემულად თუ არ მონებ უფალთ ორთა ანგარებით დაცემულად ყრობილის ნუგეშისცემად დამოხილვად სნეულისა სურვილებად სულკეთილად დაყვავებად ეულისა ჟამსა ამა ვაჭრობისას რასაც თესდე იმას მკიდე ვიდრე მოსვლად მაცხოვრისა რომელსაც აქვია ქრისტე ისეთი სათაური აქვს იყიდება ღვთის სამოთხე. რაღაც სხვანაირად მეგონა რომ მიმდინარეობდა, მაგრამ სულ გრძნობებით და სულ კეთილი საქმით არის თქვენი. ნეტა აი ეს ვაჭარი ვიყო, რომელიც აქ აღწერილი, რომელიც ვაჭრობს აი ამ სოფელში. მე მეტი არაფერი არ მინდა. ჩემი მომავალი მე ასეთად თუ წარმომიდგენია თორე დანარჩენი რაც დღემდე იყო, უფლით იყო და ისე უფლით იქნება. საოცარი ნიჭით ხართ დაჯილდოებული ნამდვილად. თქვენ მოგვიტანეთ სიმღერა, რომელიც ჩვენთან შედგება პრემიერა და ცოტა ისტორია, დიახ, ექსკლუზივი იქნება ჩვენთან და ცოტა ისტორიაც გაგვიზიარეთ, როგორ შეიქმნა ეს სიმღერა და შემდეგ დავემშვიდობებით მაყურებელს და მოვისმენთ თქვენს სიმღერას. დღეს მოვიტანე ძალიან ისეთი, როგორ გითხრათ, აი თვითონ ჩემი სიმღერების სტილი, რომელიც იწერებოდა არ არის მხიარული, არ არის ეს რაღაც გართობისკენ მიდრეკილი. აი ალბათ რაც ცხოვრება გავიარე და რაც ამ ცხოვრებამ მაჩვენა, იქიდან გამომდინარე იმ ხასიათებიდანაც წამოვიდა მე მუსიკა და იქნება ნაღვლიანი და ის, მაგრამ ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ლექსი ეკუთვნის ახალგაზრდა ყველასთვის საყვარელ გოგონა პოეტს, რომელიც ძალიან უდროოდ გამოგვეცალა ხელიდან უფალმა დაუმკვიდრო საუკუნო სასუფეველი და ეს ასეც იქნება, იმიტომ რომ აი როგორ ცოცხალი ანგელოზი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან ქალბატონი ანა ლაშხელი ონიანი და აი მის დაკრძალვაზე ვიყავი მისული როგორც ყველა იქ მისი მეგობრები მანამდე კი უნდა ვთქვა რომ თვითონ მისი სცენარის და მიხედვით დაწერილ ფილმშიც მომიწია თამაში შემთავაზეს მეეზოვის როლი და იქ მეეზოვე ისეთნაირად ქონდა მას გადმოცემული რომ აი ასე ვთქვათ მთელი ისეთი გრძნობით და ისეთი შესხორცებით წავიკითხე ეს ყველაფერი რომ ხალხს მართლა ეგონა რომ ეს ჩემი ისტორია იყო რომ მე მართლა დაუშვათ გავანებე სიმღერას თავი და მე გადავედი სხვა იმაზე მაგრამ აქ ახლა ამ შემთხვევაში რისი თქმა მინდა რომ სცენარი მისი იყო ჩემო ძვირფასებო მისი სიტყვები იყო ეს ყველაფერი მე იმ ფილმში მხოლოდ საუბრობ და დღესაც ამ სიმღერაში მხოლოდ ჩემი მუსიკა გახლავთ ტექსტი კი იცით საიდან არის აი დაკრძალვაზე ვიყავი და როგორ გითხრათ აი ჩვევა მაქვს ასეთი აი როდესაც დაკრძალვაზე ამ პანაშვიდზე მივდივარ მე არ ვერევი იქ საზოგადოებაში რატო შეიძლება ერთხელ ვნახო უბრალოდ რომ მაგრამ მე ცალკე ვდგები და ჩემი გონება სულ მიცვალებულისკენ არის იმიტომ რომ ვიყო იქ სადაც მივედი ხო და უყურებ მარტო მიცვალებულს აი მთელი ჩემი გონებით იმასთან ვარ მე იქ სხვა არავინ არ მაინტერესებს და ამ დროს რომელიღაცა გოგონა მოდის ჩემთან და ხელში ჩამიდო ფურცელი თურმე დადის და ეს ანას ლექსებს არიგებს ხო და ეს ანას ლექსი მომხვდა ხელში და რო გადავშალე და წავიკითხე მე დაკრძალვაზე ვეღარ გავჩერდი ეგრევე დავტოვე იქაურობა გული ამიჩქარდა წამოვედი სახში სიმღერიდან გამომდინარეც მიხვდებით წამოვედი სახში ეგრევე დავჯექი ინსტრუმენტთან და 5 წუთში დაიწერა ეს სიმღერა და სათაური ასეთი გახლავთ სიზმარი არ იყოს არანჟირება ჩვეულებრივ ყველასთვის საყვარელი ჩვენი ზაზა გოჩიტაშვილის მუსიკა ჩემი გახლავთ დიდი სიამოვნებით ექსკლუზივს შემოგთავაზებთ დღეს მის ოჯახს დიდ პატივისცემას და სიყვარულს გამოუხატავ ეკრანიდან ამ გოგონას არსებობის და მისი გვერდში დგომისთვის მისი ასეთი დაფასებისთვის და ავიცი ყველაფრისთვის და დიდი პატივისცემით ამ ოჯახს და სრულიად საქართველოს მე მივუძღვინე ამ სიმღერას, იმიტომ რომ იქ ისეთი სიტყვებია, აი და მე მოწმებით რომ
მართლაც ღირდა ამ სიმღერის დღესა გაჟღერება ამ თემებთან ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემს გადაცემაში მოიტანეთ ეს სიმღერა უღრმესი მადლობა რომ მოხვედით და დამითმეთ მაყურებელს კი შევახსენებ რომ ჩვენი გადაცემა ის სტუმარი გახლდათ მუსიკოსი მე დავითნე ბატონი გოჩა ჭაბუკაიძე მე კი გადაცემის წამყვანი ნინო მჭედლიძე გახლდით დიდი მადლობა ყურადღებისთვის მოусმინეთ აუცილებლად ამ შესანიშნავ მუსიკას ნახვამდის სიზმარი არ იყოს რომ ყავხარ სიკეთეს შეშურდეს იქნება მიწიდან სამდერო მიყვარ ხარ ამას ხომ ყველა ვერ მიხვდება სიზმარი არ იყო მაცადე ნახადო დაგზე რო გიყურო ნაგმალო არ მინდა გაცხადე რომ გულში სისხლივით გიგულო გაჩუმდი სიტყვებში ჩნდები მასადე ლექსებით ხედავდე სამყაროს იმდენად უხდები შენზე ფიქრს არც უნდა ვბედავდე სიზმარი არ იყოს რომ ყავხარ სიკეთეს შეშურდეს იქნება მიწიდან სამდერო მიყვარ ხარ ამას ხომ ყველა ვერ მიხვდება სიზმარი არ იყოს რომ ყავხარ ოცნების ლამაზი შედევრი ნაბიჯებს ჩემს ფიქრთან მოყავხარ სიცოცხლე ამ ფიქრით შე